ხმაურის გარეშე არც ქობულეთის საკრებულოს ხდომას ჩაულიას ხდომაზე ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობის წევრი ელგუჯა ბაგრატიონი და გამგებლის მოადგილე ირაკლი ცეცხლაძე დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი კი როგორც ბაგრატიონი ირწმუნება, კითხვებზე ირაკლი ცეცხლაძის აგდებული პასუხები გახდა. იგი საკრებულოს თავმჯდომარეს გამგებლის მოადგილის დარბაზიდან გაძევებას თხოვდა. ბაგრატიონი სექტემბერში სანაპირო ზოლის დაზიანებული ადგილების აღდგენის შესახებ ინფორმაციის მიღებას ითხოვდა, რაზეც ცეცხლაძე მას მატყუარა უწოდა. ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს გამგებლის მოადგილე და განმარტავს, რომ საკრებულოს ხდომის მიმდინარეობის პროცესში ჩარევის მცდელობა არ ჰქონია. მხარებს შორის არსებულ სიტყვერ დაპირისპირებაში სხვა დეპუტატებიც ჩაერთნენ, რასაც ხდომის შეწყვეტა მოჰყვა. კონფლიქტი მოგვიანებით გამგეობის ფოიეში გაგრძელდა, რის გამოც დაცვის სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო. ნახევარსაათიანი კონფლიქტის შემდეგ საკრებულოს ხდომა განახლდა. დარბაზი დაატოვებიეს. ვერ გააგზელა დაატოვებიეს. კონფლიქტის მიზეზი გახდა ირაკლი ცეცხლაძის უადგილო კომენტარი. როდესაც ელგუჯა ბაგრატიონის ჩვენი ფრაქციის თავმჯდომარის დასმულ შეკითხვაზე თქვა, რომ საკრებულოს გამგებელს მოუწოდა, რომ არ გაცეო შეკითხვაზე პასუხიო და ნუ უსმენთ ელგუჯა ბაგრატიონი იტყუება. არიცია მათი კანონი და წესი როგორ უნდა იქცეოდნენ და რა უფლებები აქვთ მათ. ჯერ ეს უნდა წაიკითხონ, ისწავლონ რა უფლებები აქვთ და როგორ უნდა იქცეოდნენ და არ იქნება არაფერი საპრობლემო. არანაირი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია მისთვის, უბრალოდ მან რამდენჯერმე მე თვითონ მომაყენა შეურაცხყოფა, თქვა რომ ირაკლი ცეცხლაძე არის მატყუარა და მე დეპუტატებს მივმართე რომ თვითონ ატყუებდა ხალხს, რომ მე არანაირი ტყუილი დეპუტატებისთვის არ მეთქვი.